ფინანსთა სამინისტრომ ქონების გადასახადის რეფორმა გადაავადა და ის წელს არ განხორციელდება. ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გეყვებით. BEG ინდექსის წელს მესამე კვარტალში დასაქმებულთა ხელფასები კომპანიების 23%-მა გაზარდა, რაც ნაკლებია როგორც წინა კვარტლის, ისე წლიურ მაჩვენებელზე. მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა ანაზღაურების გაზრდას გამოკითხულთა 21% იგნავს. სუსმა გურია ენერგიის დირექტორი მამუკა ჟღენტი და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი დააკავა. ჟღენტი ბიჭიკო პაიჭიძეს ბიზნეს პარტნიორია, რომელსაც ასევე ბრალად ედება სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მითვისება. 29 სექტემბრისთვის კახეთში 152,000 ტონა ყურძენია გადამუშავებული. სოფლიოს სახელმწიფოთა ჯამური ვალი 2025 წლის მდგომარეობით 107 ტრილიონ დოლარს აღწევს. ყველაზე მეტი ვალი შეერთებულ შტატებს აქვს, რაც მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 122,9%, ანუ 37,4 ტრილიონის ტოლია. საქმის კურსი პირდაპირ ეთერში ბრუნდება დღეს თავარ ბიზნეს და ეკონომიკურ ამბებს მე ჟურნალისტი ანუკა ჯოხაძე გაგაცნობ. საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბაჩიაშვილმა 2015-17 წლებში მაინინგში ინვესტიციის შედეგად გაუმუშავებული ბიტკოინებიდან ბიძინა ივანიშვილს არ გადასცა 8,986 ბიტკოინი მიითვისა და მოახდინა მითვისებული აქტივების ლეგალიზაცია, რაშიც მას მშობლებიც დაეხმარა. კერძოდ მათი ხელშეწყობით და დახმარებით ხდებოდა საზღვარგარეთი და საქართველოს იურისდიქციაში თანხების აქტივების გადმოტანა. სხვა აქტივებთან შერევის, ქონებების შეძენა, რეალიზაცია და თანხების აკუმულირება ისე მოხდა, რომ შემდეგ აქტივების ნამდვილი ბუნების წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის განთავსების, მოძრაობისა და ასევე საკუთრების უფლებების დამალვა და შენახვა ხდებოდა. პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ ორივე პირის მიმართ ბრალდება 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. როგორც ცნობილია, 12 აგვისტოს სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ძალაში დატოვა. ფინანსთა სამინისტრომ ქონების გადასახადის რეფორმა გადაავადა და ის წელს არ განხორციელდება. შესაბამისად, იმ ფიზიკურმა პირებმა, რომელთა ოჯახის წლიური ერთობლივი შემოსავალი 40,000 ლარს აღემატება, ქონების გადასახადის დეკლარაცია არაუგვიანეს 1 ნოემბრისა უნდა წარადგინონ, ხოლო გადასახადი 15 ნოემბრამდე უნდა გადაიხადონ. ეს კი იმ ფონზე, რომ სამინისტრო შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას პარლამენტში ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე გეთმობდა. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით ანალიზის შემდეგ გამოიკვეთა, რომ რეფორმის შედეგად მუნიციპალიტეტების ნაწილს შემოსავლები მნიშვნელოვნად ეზრდებოდა, ნაწილს კი უმცირდებოდა. შესაბამისად, მთავრობა ამ რეფორმის გატარებას არ ჩქარობს. სპეციალისტები კი მიუთითებენ, რომ ქონების გადასახადის რეფორმა განსაკუთრებით ფიზიკური პირების ნაწილში დასაჩქარებელია. ნუცა შუბაშვილი მუშაობდა თემაზე, დეტალებით პირდაპირ ეთერში გვერდდება, ნუცა გისმით. ანუკა მოგესალმები. დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ქონების გადასახადი ერთ-ერთია იმ რეფორმათაგან, რომლის განხორციელებაც მთავრობის დღის წესრიგში უკვე რამდენიმე წელია, თუმცა ამ დრომდე ჭიანურდება. ჯერ კიდევ 2023 წელს ფინანსთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ფიზიკური პირების ქონების გადასახადი მათ შემოსავალზე აღარ იქნება დამოკიდებული და მისი გამოთქვა მიწის ღირებულების მიხედვით მოხდებოდა. იგივე მიდგომა იქნებოდა იურიდიული პირების საწარმოების შემთხვევაში. თუმცა, როგორც უკვე დღეს ჩვენთან საუბარში ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი აცხადებს, შესაბამისი ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ რეფორმის შედეგად მუნიციპალიტეტების ნაწილს შემოსავლები მნიშვნელოვნად ეზრდება, ნაწილს კი უმცირდება. შესაბამისად, მთავრობა ამ რეფორმის გატარებას არ ჩქარობს. გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ რეფორმა ორივე მიმართულებით იურიდიული და ფიზიკური პირების ნაწილში ერთიანად უნდა განხორციელდეს. რეფორმის განხორციელება ეკონომიკურად შეიძლება სწორი იყოს, თუმცა მუნიციპალიტეტებს შორის იწვევს ძალიან დიდ განსხვავებებს. რიგ მუნიციპალიტეტებს მნიშვნელოვნად ეზრდება შემოსავლები, მაგრამ ძალიან ბევრს მნიშვნელოვნად უმცირდება. შესაბამისად, ეს გარკვეულ პრობლემებს იწვევს, ამიტომ თუ დავიწყებთ გარკვეულწილად ეტაპობრივად იქნება საჭირო განხორციელდეს ის, რომ ამ მუნიციპალიტეტები ეტაპობრივად გადავიდნენ ამ რეფორმაზე და არ მოხდეს. ეტაპობრივად გადასვლას მეორე უარყოფითი აქვს ის მუნიციპალიტეტები, რომელსაც აწყობთ ეს რეფორმა, შეიძლება
უფრო სწრაფად გადავიდნენ, რომელსაც არაწყობს ძალიან დაიგვიანოს და ამითი ბიზნესი ჩავადგება არაკონკურენტულ გარემოში. ამიტომ ცოტა უფრო რთულად არის საქმე, ამიტომ არ ვჩქარავთ ამ რეფორმის გახორციელებაზე, წელს ეს რეფორმა არ დაიწყება. არა უშუალოდ ქონების კირებულებაზე, არამედ დაკავებული მიწაზე იყოს. ეს არის თავარი ამოსავალი წერტილი. შესაბამისად, აქ ფიზიკური პირითა ქონება ერთდროულად უნდა გაკეთდეს. ანუ საწარმოს აქ მიწა თუ ფიზიკურის არ აქვს, ერთნაირი დაბეგვრის რეჟიმი უნდა იყოს. ანუ შეიძლება ფიზიკური გარკვეული შეღავათი დაუწესდეთ საცხოვრებელ სახლზე და ასე შემდეგ. თუმცა მაინც მოდელი უნდა შეიცვალოს თავიდან ბოლომდე. იმაზე რომ ქონების გადასახადი მუნიციპალიტეტებისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, ოფიციალური მონაცემებიც მოწმობს, გასულ წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტში თითქმის 700 მილიონი ლარი შევიდა, მათ შორის იურიდიული პირების ქონების გადასახადიდან 600 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო ფიზიკური პირების ქონების გადასახადიდან 93 მილიონი ლარი. სწორედ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის დღეს არსებულ 40,000 ლარიანი ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით ინიციატივა პარლამენტში ჯერ კიდევ 2023 წელს ყოფილმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცილიძემ შეიტანა, თუმცა იმ მოტივით, რომ სამინისტრო რეფორმაზე უკვე მუშაობდა, პარლამენტმა ცვლილებებს ხარი არ დაუჭირა. თუმცა, როგორც აღინიშნა, შესაბამისი რეფორმის გატარებას თავად სამინისტროს არ ჩქარობს. რომან გოცილიძე დღესაც აცხადებს, რომ სწრაფი ცვლილებები სწორედ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ნაწილშია გასაკეთებელი, რადგან ინფლაციისა და გაზრდილი შემოსავლების ფონზე დღეს არსებული ზღვარი უკვე მოძველებულია და მოდერნიზებას საჭიროებს. ეს ორი სხვადასხვა საკითხია. უნდა გაიმიჯნოს ფიზიკური პირის ქონების გადასახადი და იურიდიული პირის ქონების გადასახადი. როდესაც ეს კანონი იქნა მიღებული, მოსახლეობის 90%-ზე მეტი ამ გადასახადს არ იხდიდა, ვინაიდან 40,000 ლარიანი შემოსავალი არავის არ ჰქონდა მაშინ. 40,000 იმიტომ გავაკეთეთ, რომ დეპუტატების ხელფასი იყო. მაშინ 36,000 და რომ არ მომხდარი იყო ისე, რომ ქონების გადასახადისგან განთავისუფლდნენ მინისტრები და დეპუტატები, ზღვარი 40,000 აქედან იქნა აღებული. იმის შემდეგ 22-23 წელიწადი გავიდა. ამიტომ დღეს დღევანდელი 40,000 ერთი ხელფასების გაიზარდა 20 წლის განმავლობაში ბუნებრივია და მეორეს დღევანდელი 40,000 სამჯერ ნაკლებია თავისი მყიდველობით, უნარიანობით, განაკვეთები უნდა დაცვონ. ან 40,000-დან კი უნდა იწყებდეს გადასახადის გადახდა ჩვენი მოქალაქეები არამედ უფრო მაღალი განაკვეთიდან, ან თუნდაც იგივე იყოს ის ესტონური ვარიანტი, რომელიც არა ქონების ფარგლზე იქნება მიმული, არამედ მიწაზე ყველაფერი შეიძლება. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულზე BMG-ს ფინანსთა სამინისტროში განუცხადებს, რომ უწყება ქონების გადასახადის ესტონურ მოდელზე მუშაობს, რაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირების ნაწილში მთავარი ორიენტირი მათ მიერ დაკავებული მიწა და მისი ღირებულება იქნება და არა შემოსავალი, როგორც ეს დღეს ფიზიკური პირების ნაწილშია. აუდიტორული კომპანია Tax and Legal Solutions-ის დამფუძნებელი ზურაბ ძნელაშვილი ამბობს, რომ ქონების გადასახადის ესტონურ მოდელს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები აქვს, მისი თქმით, აუცილებელია, რომ სამინისტრომ საჯარო განხილვებისთვის გაასაჯაროოს კონკრეტული პროექტი, რაც ამ ეტაპზე ქონების გადასახადის ნაწილშია მომზადებული. გადმოცემით ესე ვიცით, რომ არის ესტონურ მოდელზე საუბარი. ესტონურ მოდელში თქვენ იცით, რომ დაბეგრის ობიექტი ქონების გადასახადის არის მხოლოდ მიწა, მიწის ღირებულება და არა ქონება. მასზე განთავსებული ქონება არ იბეგრება, მოკლედ ესე ვთქვა. იბეგრება მიწა. ხა მიწა როგორ იბეგრება? მიწა იბეგრება მისი საკადასტრო ღირებულების მიხედვით. და ძირითადად როგორც ვიცი მიწის საკადასტრო ღირებულებას ადგენენ ადმინისტრაციული ორგანოები. გარდა იმისა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი ზოგიერთ შეიძლება დააკლდეს და ზოგიერთ შეიძლება მოემატოს, ეს არ არის ხა გადამხდელებისთვის თავარი, ბიუჯეტს აკლდება თუ არა თანხა. გადამხდელებისთვის თავარია ტვირთი იზრდება თუ არა. და მე როგორც წარმომიდგენია შეიძლება ტვირთი გაეზარდოს, ანუ გარკვეული ნაწილი შეიძლება შეუმსუბუქდეს ტვირთი და გარკვეული ნაწილი შეიძლება გაეზარდოს ტვირთი. მე ვფიქრობ, ეს არის აქ თავარი განხილვის საგანი, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ ვის ეზრდება ტვირთი ქონების გადასახადის რეფორმის შედეგად. ვიდრე მთავრობა დაპირებულ რეფორმას გაატარებს, როგორც აღინიშნა იქამდე ფიზიკურმა პირებმა, რომელთა ოჯახის წლიური ერთობლივი შემოსავალი 40,000 ლარს აღემატება და მათ მფლობელობაში აქვს უძრავი ქონება, საცხოვრებელი ბინა ან და ავტომობილი, შემოსავლების სამსახურს ქონების გადასახადის დეკლარაცია არაუგვიანეს 1 ნოემბრისა უნდა წარუდგინონ, ხოლო გადასახადი 15 ნოემბრამდე უნდა გადაიხადონ.
თუმცა ეს ნუცა შუბაშვილი იყო, რომელმაც ქონების გადასახადის რეფორმის გადავადებასთან დაკავშირებით შეფასებები გაგვაცნო. ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. გასულ კვირას ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ანაკლიის პორტზე და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე ჰქონდა ბიზნეს კითხვები. ამის შესახებ საქმის კურსთან ინტერვიუში კაიროს ლოჯისტიქსის გენერალური დირექტორი მიხეილ ნამადოვი აცხადებს, მისი თქმით, მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ანაკლიის პორტზე დეტალები ცნობილი უახლოეს პერიოდში იქნება, რადგან პროცესი ფინალურ ფაზაშია. ნამადოვი ამბობს, რომ თუ ანაკლიის პორტის თემა დაიძრა და ასევე რკინიგზის მოდერნიზაცია ბოლომდე მივიდა, ქვეყანა უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდება, თუმცა პროცესებში მისივე შეფასებით აუცილებელი იქნება საბაჟო პროცედურების გამარტივება და დიჯიტალიზაცია. ანაკლიაზე იყო დასმული კითხვა, მივიღეთ პასუხი, რომ უახლოეს პერიოდში იქნება დეტალიზირებულად, იმიტომ რომ ფინალურ ფაზაში გადის, ვინაიდან საკმაოდ მოცულობითი კონტრაქტია და რთულია და აქაც ისევ ვეჯახებით ცოტათი ჩემი აზრით ბიუროკრატიულ მომენტებს, იმიტომ რომ მათ სახელმწიფოა ჩართული და საკანონმდებლო დონეზე სავარაუდოდ ჭირდება, რომ ეს ასე ვთქვათ დახვეწილად იყოს. ასევე რკინიგზაზე იყო საუბარი და აქაც პროცესი მიდის და არ არის თეორიაზე დადებული, მაგიდაზე თეორიული ასე ვთქვათ პროექტი. და რკინიგზა და ანაკლია ერთად ჩემი აზრით იქნება ერთ-ერთი ჩვენი კონკურენტუნარიანობა. ამას თუ დავამატებთ, რომ საბაჟო პროცედურები გამარტივებული გვექნება, სადაც შეგვიძლია დიჯიტალიზაცია და თუნდაც ხელოვნური ინტელექტის ჩასმა, რომ რუტინულ თემებში არ იკარგებოდეს დღეები, რამდენიმე დაც იკარგება ხოლმე, როცა განსაკუთრებით სისწრაფეზეა საუბარი. აი ეს პროცესი საკმაოდ ამცირებს შენ შესაძლებლობებს და მარტივად ვიტყვი, პატარა ქვეყანა ვართ, დაახლოებით რადიუსი გვაქვს 450 კილომეტრი საფრთიდან წითელხიდამდე, დაახლოებით გადამზიდი ვკარგავთ 7-8 დღემდე ზოგჯერ, იმიტომ რომ საფრთი იჭედება, მერე წითელი ხიდი იჭედება, მერე ალატის პორტი იჭედება და ეს ჯამურად ფონს აფუჭებს. საქმის კურსი 17 საათსა და 40 წუთზე ამით დასრულებულია. თქვენ კი უნდა დაელოდოთ ჩვენ შემაჯამებელ გამოშვებას, რომელიც BMG TV-ზე 19 საათს დაიწყება.